ბიბლიაში არის ერთი თავი, რომელსაც პასტორები კვირის ღვთისმსახურებაზე თავს არიდებენ. ისეთი შემაშფოთებელი ამბავი, რომელსაც ბევრი მქადაგებელი გვერდს უვლის და თავს ისე აჩვენებს, თითქოს არც არსებობს. დაბადების მე-19 თავი არ მთავრდება მაშინ, როდესაც ზეციდან ცეცხლი ჩამოდის. ის, რაც შემდეგ ხდება ცოარის მთების ბნელ გამოქვაბულში, ავლენს ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელ მხარეს და აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ტრავმას მთელი ოჯახის განადგურება ერთადერთ ღამეში. სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი ლოცვითი ცხოვრება და ამავდროულად დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს წარსაძღოლად. დააწკაპუნეთ აღწერაში მოცემულ ბმულზე და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. ბიბლიაში არის ერთი თავი, რომელსაც პასტორები კვირის ღვთისმსახურებაზე თავს არიდებენ. ისეთი შემაშფოთებელი ამბავი, რომელსაც ბევრი მქადაგებელი გვერდს უვლის და თავს ისე აჩვენებს, თითქოს არც არსებობს. დაბადების მე-19 თავი არ მთავრდება მაშინ, როდესაც ზეციდან ცეცხლი ჩამოდის. ის, რაც შემდეგ ხდება ცოარის მახლობლად მდებარე მთების ბნელ გამოქვაბულში, ავლენს ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელ მხარეს და აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ტრავმას მთელი ოჯახის განადგურება ერთადერთ ღამეში. ეს არის ისტორია, რომლის სრულად მოყოლის გაბედულებაც ცოტას თუ შესწევს. წარმოიდგინეთ სცენა. დაახლოებით 60 წლის კაცმა ახლახან დაკარგა ყველაფერი. თავისი სახლი, თავისი ქონება, თავისი სიძეები, თავისი ცოლი, რომელიც საკუთარი თვალწინ მარილისვეტად იქცა. ლოტი არ იყო უბრალო წარმართი. ის იყო აბრაამის, ღვთის მიერ არჩეული პატრიარქის ძმისწული. მას ჰქონდა რწმენასთან შეხება, იცოდა აღთქმები, ნანახი ჰქონდა სასწაულები. ახლა კი იჯდა ნესტიან გამოქვაბულში მხოლოდ 2 ასულთან ერთად, ყოველგვარი მომავლის გეგმის გარეშე. ლოტის ასულების სახელები წმინდა წერილში ჩაწერილი არ არის. ეს დეტალი შემთხვევითი არ არის. მთელ ბიბლიურ ნარატივში სახელის არქონა ხშირად მიანიშნებს პერსონაჟის სიმბოლურ როლზე. ისინი წარმოადგენენ მთელ თაობას სოდომში გაზრდილ ახალგაზრდებს, იმ ქალაქის კულტურით ჩამოყალიბებულებს, იმ საშინელებების მოწმეებს, რომლებიც არცერთ ახალგაზრდა გონებას არ უნდა გადაემუშავებინა. მათ ნანახი ჰქონდათ ქალაქის კაცები, რომლებიც მამის სახლს გარს ეხვეოდნენ და სტუმრების გადაცემას ითხოვდნენ მათზე ძალადობისთვის. მათ სმენოდათ, როგორ სთავაზობდა საკუთარი მამა მათ ქალწულობას 2 უცხო ადამიანის დასაცავად. ახლა კი, რამდენიმე საათის შემდეგ ისინი დედითობლები იყვნენ, მღვიმეში შეხიზნულები და დარწმუნებულები, რომ მთელი სამყარო განადგურდა. დაუკვირდით გეოგრაფიას. სოდომი მკვდარი ზღვის რეგიონში მდებარეობდა, დაბლობზე, რომელსაც უძველესი ტექსტები აღწერდნენ, როგორც ნაყოფიერს და კარგად მორწყულს, დაბადების მე-13 თავის მიხედვით, ედემის ბაღის მსგავსს. განადგურება არ ყოფილა ლოკალური. დაბადების მე-19 თავი საუბრობს გოგირდსა და ცეცხლზე, რომელიც დაატყდა სოდომს, გომორას და დაბლობის ყველა ქალაქს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იმ ღამეს სულ მცირე 5 ურბანული ცენტრი სრულად განადგურდა. კვამლი ისე ადიოდა, როგორც თონედან. მთელი ველი ტოქსიკურ უდაბნოდ იქცა. მათთვის, ვინც მთებიდან აკვირდებოდა, ეს ნამდვილად მთელი ცნობილი ცივილიზაციის დასასრულს ჰგავდა. ლოტის ასულებს არ ჰქონდათ რადიო. არ ჰქონდათ ინტერნეტი. არ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ, რა ხდებოდა იმ მთებს მიღმა. გარე სამყაროსთან ბოლო კონტაქტი იყო მათი მშობლიური ქალაქის ცეცხლში შთანთქმის აპოკალიფსური ხილვა. მათ არ იცოდნენ, რომ აბრაამი ცოცხალი იყო სულ რამდენიმე დღის სავალზე. მათ არ იცოდნენ სხვა ერების, სხვა ხალხების, სხვა შესაძლებლობების არსებობის შესახებ. მათ გონებაში, რომელიც სოდომის საზღვრებით იყო ჩამოყალიბებული, კაცობრიობა დასრულდა. პლანეტაზე მხოლოდ 3 ადამიანი დარჩა, მათი მამა და თავად ისინი. შეაფასეთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ თქვენ, მამა თქვენი და თქვენი და ხართ ბოლო ცოცხალი ადამიანები. სხვა აღარავინ არსებობს. არც ერთი მეზობელი. არც ერთი შორეული ნათესავი. სხვა ადამიანების პოვნის არანაირი იმედი. ადამიანთა მოდგმის გაგრძელების პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენს მხრებზეა. რას იზამთრით? ეს კითხვა არ ამართლებს იმას, რაც იმ გამოქვაბულში მოხდა. მაგრამ ის იწყებს იმ დამახინჯებული მსჯელობის ახსნას, რომელმაც მათ ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ლოტის ასულებს სექსუალური სურვილით არ უმოქმედიათ. მათ არ უმოქმედიათ ღვთის წინააღმდეგ აჯანყების გამო. მათი მოქმედეს მოვალეობის დამახინჯებული გრძნობით რწმენით, რომ თუ რამე რადიკალურს არ მოიმოქმედებდნენ, კაცობრიობა გადაშენდებოდა.
ეს იყო გატეხილი ლოგიკა, რომელიც დაფუძნებული იყო არასრულ ინფორმაციასა და ახალ ტრაუმაზე. მაგრამ ეს იყო ლოგიკა. ბიბლიური ტექსტი გეგმას შემაშფოთებელი სიცხადით აფიქსირებს. უფროსმა ასულმა უმცროს უთხრა, მოხუცებულია მამა ჩვენი და არავინ არის ამქვეყნად, რომ შემოვიდეს ჩვენთან მთელი ქვეყნიერების წესისამებრ. გამოთქმა მთელი ქვეყნიერების წესით მიანიშნებს, რომ ისინი ფიქრობდნენ მოდგმის გაგრძელებაზე და არა პირად სიამოვნებაზე. მან განაგრძო, მოდი დავალევინოთ მამა ჩვენს ღვინო, დავწვეთ მასთან და აღვადგინოთ მამა ჩვენისგან შთამომავლობა. დააკვირდით თანმიმდევრობას. პირველი, დის დაყოლიება. მეორე, მამის დათრობა გონების დაკარგვამდე. მესამე, აქტის შესრულება მაშინ, როდესაც მას არ ჰქონდა თანხმობის ან წინააღმდეგობის გაწევის უნარი. მეოთხე, პროცესის გამეორება მომდევნო ღამეს, რათა მეორე დასაც ჩასახლოდა შვილი. ეს იყო გათვლილი გეგმა, ეტაპობრივად შესრულებული იმგვარი ცივსისხლიანობით, რომელიც კონტრასტშია იმ სასოწარკვეთილებასთან, რომელიც მას თითქოს მოტივაციას აძლევდა. საიდან გაჩნდა ღვინო? ეს კითხვა საუკუნეების განმავლობაში აინტრიგებდა კომენტატორებს. ლოტი სოდომიდან ნაჩქარევად გაიქცა და მხოლოდ ის წაიღო, რაც ხელში ეჭირა. როგორ ჰქონდა საკმარისი ღვინო ზედიზედ 2 ღამის დასათრობად? ზოგიერთი თეორია ვარაუდობს, რომ მან მარაგი წამოიღო ცოარიდან, იმ პატარა ქალაქიდან, სადაც თავდაპირველად შეაფარა თავი მთებში ასვლამდე. სხვები ვარაუდობენ, რომ რეგიონში გარეული ვენახები იყო. ტექსტი ამას არ ხსნის. მაგრამ ღვინის არსებობა მიანიშნებს, რომ კატასტროფის შუაგულშიც კი ლოტმა იპოვა საშუალება თავისი ტკივილის დასაჩლუნგებლად. ლოტის ალკოჰოლიზმი ამ ნარატივში არსაიდან არ ჩნდება. ზოგიერთი მკვლევარი ადრინდელ ნიშნებსაც ხედავს. კაცი, რომელმაც სოდომში ცხოვრება აირჩია მისი რეპუტაციის მიუხედავად. კაცი, რომელმაც საკუთარი ასულები შესთავაზა მოძალადე ბრბოს. კაცი, რომელიც ისე ყოყმანობდა გაქცევისას, რომ ანგელოზებს მისი ხელით გათრევა მოუჭიათ. ლოტი ავლენდა კომპრომეტირებული განსჯის, მორალური სისუსტისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულის თანმიმდევრ ნიშნებს. ღვინო გამოქვაბულში შეიძლება ყოფილიყო რეალობიდან გაქცევის ხანგრძლივი ისტორიის კიდევ ერთი თავი. პირველი ღამე გეგმის მიხედვით წარიმართა. ტექსტში ნათქვამია, რომ ლოტმა ვერ გაიგო ვერც მისი დაწოლა და ვერც ადგომა. ის ისე იყო დათვრალი, რომ ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის საკუთარ სხეულთან. უფროსმა ასულმა შეასრულა აქტი, დაორსულდა და მეორე დილით დაარწმუნა და იგივე გაეკეთებინა. აჰა, გუშინ ღამით მე დავწექი მამა ჩემთან, თქვა მან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო, შედი და დაწეკ მასთან, რომ აღვადგინოთ მამა ჩვენისგან შთამომავლობა. რატომ დათანხმდა უმცროსი და? მან დაინახა, რომ გეგმა მიმუშავა. დაინახა, რომ მამას არ გაუღვიძია, წინააღმდეგობა არ გაუწევია, არაფერი გაუგია. პრეცედენტი შექმნილი იყო. მასაც იგივე ტრავმა ჰქონდა, იგივე დამახინჯებული ხედვა, იგივე რწმენა, რომ ალტერნატივა არ არსებობდა. მეორე ღამეს ისტორია განმეორდა. ლოტმა გონების დაკარგვამდე დალია. უმცროსი ასული შევიდა. და კვლავ მან ვერ გაიგო ვერც მისი დაწოლა და ვერც ადგომა. ერთი და იმავე ფრაზის გამეორება მნიშვნელოვანია. ბიბლიის ავტორი რაღაცას უსვამს ხაზს. იყო თუ არა ლოტი სრულიად უდანაშაულო გაცნობიერებული მონაწილეობის თვალსაზრისით? თუ გამეორება მიანიშნებს უარყოფის მოდელზე, იმის დანახვაზე განზრახ უარის თქმაზე, რაც ხდებოდა მისივე ჯერქვეშ, ან ამ შემთხვევაში მისსავე გამოქვაბულში. მკვლევარები ამ საკითხზე ათასწლეულების განმავლობაში კამათობენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ადამიანურად შეუძლებელია კაცს ჰქონდეს სექსუალური კავშირი ისე, რომ იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერაფერი გაიგოს. სხვები პასუხობენ, რომ ტექსტი აღწერს უკიდურეს სიმთვრალეს, სადაც ცნობიერება არსებობს, მაგრამ მეხსიერება არ ყალიბდება, ფენომენი, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ალკოჰოლურ ბლექაუტს უწოდებს. ლოტს შეეძლო ფიზიკურად მიეღო მონაწილეობა ისე, რომ ჩადენილის შესახებ არანაირი მოგონება არ დარჩენოდა. ბრალეულობის საკითხი რთული რჩება. თუ ლოტი უგონოდ იყო, ის მსხვერპლი იყო. თუ ის უბრალოდ ბლექაუტში იყო, პასუხისმგებლობა ბუნდოვანი ხდება. ასულებმა კი თავის მხრივ დაგეგმეს, შეასრულეს და გაიმეორეს აქტი. მათ ჰქონდათ არჩევანი. მათ მიიღეს გადაწყვეტილებები. მაგრამ ისინი ასევე იყვნენ მძიმე ტრავმის გადამტანები, გაზრდილნი მორალურად გაკოტრებულ კულტურაში, დარწმუნებულნი სამყაროს მდგომარეობის შესახებ არსებულ სიცრუეში. სად მთავრდება მსხვერპლად ყოფნა და სად იწყება პასუხისმგებლობა? 9 თვის შემდეგ 2 ბიჭი დაიბადა.
უფროსმა ასულმა შვილს მოაბი დაარქვა, რაც ნიშნავს მამისგან სახელი, რომელიც ღიად აცხადებდა ბავშვის ინცესტუალურ წარმომავლობას. უმცროსმა თავისას ბენაამი დაარქვა, რაც ნიშნავს ჩემი ხალხის ძეს. ორივე სახელი არის საჯარო დეკლარაცია იმისა, რაც იმ გამოქვაბულში მოხდა. არ ყოფილა სირცხვილი, არ ყოფილა დამალვის მცდელობა. იმ ქალებისთვის მათ შეასრულეს წმინდა მოვალეობა კაცობრიობის შესანარჩუნებლად. მოაბელებსა და ამონელებს, ერებს, რომლებიც ამ ორი ბიჭისგან წარმოიშნენ, მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ისრაელთან დაძაბული ურთიერთობა ექნებოდათ. მეორე რჯულის 23 თავი კრძალავს მოაბელებისა და ამონელების შესვლას უფლის საკრებულოში მეათე თაობამდე, რადგან არ მოგეგებდნენ პურითა და წყლით გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით. წყევლა არაპროპორციული ჩანს, სანამ არ გაიხსენებთ ამ ერების წარმოშობას. გამოქვაბულის ცოდვამ თაობებში გაიჟღერა. მაგრამ აქ არის ირონია, რომელსაც ცოტა მქადაგებელი ახსენებს. რუთი მოაბელი იყო. მეფე დავითის დიდი ბებია იყო იმ გამოქვაბულის აქტის პირდაპირ შთამომავალი. და თუ დავითი იესოს საგვარეულო ხაზშია, მაშინ თავად მესიას თავის ადამიანურ გენეალოგიაში დააქვს ბნელ მღვიმეში ჩადენილი ინცესტისთან, ბეთლემამდე 1000 წლით ადრე. ღმერთმა არა მხოლოდ დაუშვა ამ ისტორიის ჩაწერა, მან ის გამოსყიდვის გეგმის ნაწილად აქცია. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? მაცხოვრის საგვარეულო ხაზი არ ყოფილა დაცული ლაქებისგან. ის არ ყოფილა გასუფთავებული. ის არ ყოფილა რედაქტირებული უხერხული თავების ამოსაღებად. თამარმა აცტუნა მამამთილი. რახაბი მეძავი იყო. რუთი მოაბელი იყო, ლოტის ინცესტის ნაყოფი. ბათშება მრუშობით იქნა წაყვანილი. და ამ ქალებისგან იმ გარემოებათა მეშვეობით, რომელთაც უმეტესობა სკანდალურს უწოდებდა, მოვიდა ქრისტე. რუთის ჩართვა მესიის საგვარეულო ხაზში შემთხვევითი არ არის. ეს არის დეკლარაცია. ღმერთი არ უარყოფს ადამიანებს მათი წარმომავლობის გამო. წინაპრების ცოდვა არ განსაზღვრავს შთამომავლების ბედს. მადლს შეუძლია იმ ისტორიების გამოსყიდვა, რომლებიც გამოუსწორებელი ჩანს. თუ მესია შეიძლება მოვიდეს ინცესტით შებღალული ხაზიდან, არც ერთი ოჯახური ისტორია არ არის გამოსყიდვის მიღმა. მაგრამ დაუბრუნდეთ გამოქვაბულს. რა დაემართა ლოტს იმ ღამის შემდეგ? ბიბლიური ტექსტი უბრალოდ წყდება. მასზე მეტი აღარაფერია ნათქვამი. ჩვენ არ ვიცით, გაიგო თუ არა მან რა ჩაიდინეს ასულებმა. არ ვიცით, ნახა თუ არა შვილიშვილების დაბადება. არ ვიცით, მიხვდა თუ არა საბოლოოდ, რომ სამყარო არ დასრულებულა და მისი ნათესავები სულ რამდენიმე დღის სავალზე ცხოვრობდნენ. ლოტი ისევე ქრება ნარატივიდან, როგორც შემოვიდა მასში, ტრაგიკული ფიგურა, მუდმივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღმა, მოვლენების მიერ წათრეული და არა მათი წარმმართველი. ებრაელი რაბინები და კომენტატორები საუკუნეების განმავლობაში ვრცლად მსჯელობდნენ ამ ისტორიის მნიშვნელობაზე. ზოგიერთი მას იყენებს როგორც გაფრთხილებას ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. სხვები მას მოჰყავთ როგორც მორალურად გახრწნილ გარემოში შვილების აღზრდის დამანგრეველი შედეგების მაგალითი. კიდევ სხვები მასში ხედავენ ღვთისმოწყალების დემონსტრირებას, რომელმაც შეუნარჩუნა ლოტს სიცოცხლე მისი ყველა ნაკლოვანების მიუხედავად და რომელმაც საბოლოოდ საშინელი საქციელიდან რაღაც კარგი ხრუთი გამოიყვანა. ქრისტიანული ეკლესიის მამები ძირითადად თავს არიდებდნენ ამ თემას. ავგუსტინე მოკლედ ახსენებს, რომ ლოტის ასულებმა იფიქრეს, რომ ადამიანთა მოდგმა დაიღუპა და ეს ამსუბუქებს, თუმცა არ აუქმებს მათ ბრალეულობას. იერონიმემ, რომელმაც ბიბლია ლათინურ ენაზე თარგმნა, ტექსტი ვრცელი კომენტარების გარეშე დატოვა. დასავლურმა ტრადიციამ ჩამოაყალიბა გარკვეული უხერხულობა დაბადების მე-19 თავის მიმართ, რაც დღემდე გრძელდება. დაფიქრდით პასტორალურ შედეგებზე. არსებობს ქრისტიანთა მთელი თაობა, რომელსაც ეს ისტორია ქადაგებაზე არასოდეს სმენია. ბავშვები, რომლებიც საკვირაო სკოლაში გაიზარდნენ სოდომსა და გომორაზე სწავლით ცეცხლის წვიმაზე, ლოტის ცოლის მარილად ქცევაზე, მაგრამ არასოდეს გაუგიათ, როგორ მთავრდება ეს ისტორია. დუმილი არ არის დაცვა. ეს არის უარყოფა. და როდესაც ეს ბავშვები იზრდებიან და თავად კითხულობენ ბიბლიას, მთელი თავების აღმოჩენამ, რომლებიც მათგან დამალული იყო, შეიძლება შეარყიოს მათ ინდობა ყველაფრის მიმართ, რაც მანამდე უსწავლიათ. ბიბლია არ მალავს თავისი პერსონაჟების ცოდვას. აბრაამმა იცრუა, რომ სარა მისი ცოლი იყო. იაკობმა მოატყუა მამა კურთხევის მოსაპარად. იუდა საკუთარ რძალთან დაწვა, რადგან ის მეძავი ეგონა. დავითმა მრუშობა და მკვლელობა ჩაიდინა. სოლომონი კერპთა ყვანის მცემლობაში ჩავარდა. პეტრემ სამჯერ უარყო იესო.
წმინდა წერილი სასტიკად გულწრფელია ადამიანის მდგომარეობის შესახებ. და ეს გულწრფელობა მისი სანდოობის ნაწილია. ბიბლიის ავტორებს რელიგიური პროპაგანდის შექმნა რომ სდომოდათ, ამ ისტორიებს დაარედაქტირებდნენ. წარმოგვიდგენდნენ უნაკლო გმირებს, სრულყოფილ ოჯახებს, უმციკლო ლიდერებს. ის ფაქტი, რომ მათ ეს არ გააკეთეს, ის ფაქტი, რომ მათ შემოინახეს ისეთი ამბები, რომლებიც უხერხული, შემაშფოთებელი და ძნელად ასახსნელია, არის იმის მტკიცებულება, რომ ისინი სიმართლის ერთგულნი იყვნენ და არა საზოგადოებასთან ურთიერთობის. ლოტის ისტორია ასევე აყენებს კითხვებს თაობათა შორის ტრაუმაზე. მისი ასულები სოდომში გაიზარდნენ. რა ნახეს მათ იქ? რა ისწავლეს სექსუალობაზე, ურთიერთობებზე, ადამიანის სხეულის ღირებულებაზე? იმ ქალაქის გარყვნილება მათთვის აბსტრაქტული არ იყო, ეს იყო ჰაერი, რომლითაც სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ, ერთადერთი კულტურა, რომელსაც იცნობდნენ. როდესაც დადგა შეუძლებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტი, მათ გამოიყენეს ერთადერთი რესურსი, რაც გააჩნდათ. და ეს რესურსები გახრწნილი იყო. ეს მათ არ ამართლებს. მაგრამ კონტექსტს ქმნის. ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვები ხშირად იმეორებენ ძალადობის მოდელებს. არა იმიტომ, რომ ბუნებით ბოროტები არიან, არამედ იმიტომ, რომ ფუნქციონირების სხვა გზა არ უსწავლიათ. ლოტის ასულებმა მიიღეს მონსტრული გადაწყვეტილება ლოგიკის გამოყენებით, რომელიც მათი დამახინჯებული ხედვის ფარგლებში რაციონალური ჩანდა. ისინი ცდებოდნენ. მაგრამ მათი შეცდომა დაიბადა იმ ჭრილობებიდან, რომლებიც მათ არ აურჩევიათ. დააკვირდით სხვა დეტალს, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია. ლოტმა საკუთარი ასულები შესთავაზა სოდომის ბრბოს. აჰა, მყავს ორი ასული, რომელთაც მამაკაცი არ შეუცვლიათ, თქვა მან. გამოგიყვანთ მათ და უყავით, რაც გენებოთ. მამა, რომელიც საკუთარი ქალწული ასულების გადაცემას სთავაზობს, მოძალადე ბრბოს გასაუპატიურებლად. ტექსტი არ აფიქსირებს ასულების არანაირ რეაქციას ამ შეთავაზებაზე. მაგრამ მათ ეს გაიგონეს. მათ იცოდნენ, რომ მამა მზად იყო მათი მსხვერპლად შესაწირად უცხოების დასაცავად. როგორ ჩამოაყალიბა ამამ მათი ხედვა საკუთარ მამაზე? საკუთარ ღირებულებაზე, როგორც პიროვნებებზე. იმაზე, თუ რას უნდა ელოდნენ მამაკაცებთან ურთიერთობისგან. როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მამის სხეულის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, იყო თუ არა ამაში გაუცნობიერებელი შურისძიების ელემენტი. ძალაუფლების ინვერსია, რადგან ის მზად იყო ჩვენს გამოსაყენებლად, ჩვენ გამოვიყენებთ მას. ტექსტი ამაზე არ პასუხობს. მაგრამ კითხვა ჰაერში კიდია. ლოტის გამოქვაბული მდებარეობს სადღაც მთებში მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით, სავარაუდოდ იმ რეგიონში, რომელიც დღეს იორდანიას ეკუთვნის. არქეოლოგებს ზუსტი ადგილი არასოდეს დაუდგენიათ. მაგრამ გეოგრაფიას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე თეოლოგიას. გამოქვაბული წარმოადგენს გარდამავალ სივრცეს განადგურებულ ძველ სამყაროსა და ჯერ კიდევ არ შობილ ახალ სამყაროს შორის. ქვის საშვილოსნოს, სადაც ორიერი ჩაისახა სიბნელესა და სირცხვილში. მოაბელები დასახლდნენ მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით, ნაყოფიერ ზეგნებზე. ამონელები კი უფრო ჩრდილოეთით დაიკავებდნენ მიწებს, სადაც დღეს იორდანიის დედაქალაქი ამანია, რომლის სახელიც ამონიდან მომდინარეობს. საუკუნეების განმავლობაში ეს ხალხები იქნებოდნენ ისრაელის მუდმივი ეკლები. ომები, ჩაგვრა რელიგიური ცდუნების მცდელობები. ერთი ღამის ცოდვა გამრავლდა კონფლიქტებში, რომლებიც ათასწლეულებს გასტანდა. მაგრამ ღმერთმა ისტორია იქ არ დაასრულა. ლოტიდან 400 წლის შემდეგ მოაბელმა ქალმა, სახელად რუთმა, აირჩია მიეტოვებინა თავისი ღმერთები და გაჰყოლოდა ისრაელის ღმერთს. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება, უთხრა მან თავის დედამთილ ნოემის, და შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი. ამ გადაწყვეტილებიდან დაიბადა საგვარეულო ხაზი, რომელიც დაგვირგვინდა დავითით, დავითიდან კი იესოთი. ინცესტის შთამომავალი მესიის წინაპარი გახდა. ეს არ არის დამთხვევა. ეს არის განზრახული გამოსყიდვა. ღმერთმა სპეციალურად აირჩია მოაბელი ქალი ქრისტეს საგვარეულო ხაზში ყოფნისთვის. არა მისი წარმომავლობის მიუხედავად, არამედ მისი ჩართვით. ის, რაც სატანამ სირცხვილისთვის დაგეგმა, ღმერთმა დიდებად აქცია. გამოქვაბულის ცოდვის ნაყოფი სამყაროს მაცხოვრის გენეალოგიური ხის ნაწილი გახდა. ლოტის ისტორია დუმილით მთავრდება, მაგრამ ღვთის ისტორია გამოსყიდვით გრძელდება. ლოტის ასულები ფიქრობდნენ, რომ კაცობრიობას გადაარჩენდნენ. ისინი თითქმის ყველაფერში ცდებოდნენ, სამყარო არ დასრულებულა, ისინი არ იყვნენ ბოლო ადამიანები, არსებობდა სხვა ვარიანტები.
მაგრამ იმგვარად, რასაც ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, მათი შთამომავლობა მიიღებდა მონაწილეობას კაცობრიობის ჭეშმარიტ გადარჩენაში. არა სასოწარკვეთილი ადამიანური გეგმით, არამედ მარადიული ღვთიური გეგმით. შეაფასეთ ირონია. ორი ტრავმირებული ქალი ბნელ გამოქვაბულში, რომლებიც ცდილობენ ადამიანთა მოდგმის მომავლის უზრუნველყოფას აკრძალული აქტის მეშვეობით. და 1000 წლეულების შემდეგ მათი ხაზიდან სხვა გამოქვაბულში, ბეთლემისაში, დაიბადებოდა ის, ვინც ნამდვილად გადაარჩენდა კაცობრიობას. არა მანიპულაციით ან მოტყუებით, არამედ ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვით. არა სხვისი სხეულის შებრალვით, არამედ საკუთარი სხეულის შეწირვით. ბიბლიამ ეს ისტორია მიზეზის გამო არ დამალა. ის იქ უნდა იყოს. მან უნდა შეგვახსენოს, რომ ღმერთი მუშაობს გატეხილ ადამიანებთან, დისფუნქციურ ოჯახებთან, სამარცხვინო წარმომავლობასთან. მან უნდა დაგვანახოს, რომ არც ერთი ცოდვა არ არის მისი გამოსყიდვის უნარის მიღმა. მან უნდა გაგვაფრთხილოს მოუშუშებელი ტრავმის, სასოწარკვეთილებაში მიღებული გადაწყვეტილებებისა და იმ შედეგების შესახებ, რომლებიც თაობებში ეხმიანება. თუ თქვენ რთულ ოჯახში გაიზარდეთ, ეს ისტორია თქვენთვისაა. თუ ატარებთ სირცხვილს იმის გამო, რაც თქვენმა წინაპრებმა ჩაიდინეს, ეს ისტორია თქვენთვისაა. თუ ოდესმე მიგიღიათ საშინელი გადაწყვეტილებები არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს ისტორია თქვენთვისაა. არა იმიტომ, რომ ცოდვა სამართლებს, არამედ იმიტომ, რომ აჩვენებს ღმერთი არ ამბობს უარს ისტორიებზე, რომლებიც გამოუსწორებელი ჩანს. ლოტი ბიბლიური ნარატივიდან გაქრა როგორც ტრაგიკული ფიგურა, 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი საკუთარი სუსტი არჩევანის მსხვერპლი. მაგრამ მისი ისტორია არ გამქრალა. ის იქნა შენახული, შესწავლილი და განხილული 3000 წლის განმავლობაში. და ის აგრძელებს საუბარს. საუბარს კორუმპირებულ კულტურებთან შეგვების შედეგებზე. ემოციური დაჩლუნგების საფრთხეებზე. იმაზე, თუ როგორ გადადის ტრავმა თაობიდან თაობაზე. და უპირველეს ყოვლისა ღმერთზე, რომელიც მრუდე ხაზებით სწორად წერს. შემდეგ ჯერზე, როდესაც გაიგონებთ, რომ ქადაგებელი დაბადების მე-19 თავის 26 მუხლიდან პირდაპირ მე-20 თავზე გადახტება, იცოდეთ, რომ ის რაღაცას მალავს. შესაძლოა, არა ბოროტი განზრახვით. უხერხულობის გამო. იმიტომ, რომ არ იცის როგორ ახსნას. იმის შიშით, რომ მრევლი არ არის მზად. მაგრამ სიმართლეს დაცვა არ სჭირდება. ბიბლიამ 3000 წლეულს გაუძლო ისე, რომ მას სრულად კითხულობდნენ. ის კიდევ ერთ გულწრფელ ქადაგებასაც გაუძლებს. ლოტის გამოქვაბული კვლავ სადღაც იმ მთებშია. სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ ჩამოიქცა, მიწით, ქვებითა და დავიწყებით ამოივსო. მაგრამ ის, რაც იქ მოხდა, არ დავიწყებულა. ის ჩაიწერა. შენახულ იქნა. გადაიცა. რათა ყოველ თაობას ესწავლა, რომ ყველაზე ბნელ ღამეებშიც კი, ყველაზე მცდარ გადაწყვეტილებებშიც კი, ყველაზე დამანგრეველ შედეგებშიც კი, ღმერთი კვლავ მუშაობს. კვლავ გამოისყიდის. კვლავ გარდაქმნის წყევლას კურთხევად. ეს არის ბიბლიის ღმერთი. არა ლამაზი ამბებისა და ბედნიერი დასასრულების ღმერთი. ღმერთი, რომელიც შედის ადამიანის მდგომარეობის ტალახში, რომელიც მუშაობს დაზიანებული მასალით, რომელიც უარს ამბობს ადამიანების უარყოფაზე მათი ყველაზე ცუდი ღამეების გამო. ღმერთი, რომელმაც შეხედა ინცესტით შებრალულ ხაზს და თქვა, აქედან მოვა ჩემი ძე. ღმერთი, რომელმაც აიღო გამოქვაბულის სირცხვილი და ის ბაგის დიდებად აქცია. თუ ამ ისტორიამ შეგაშფოთათ, კარგია. ასეც უნდა ყოფილიყო. ის არ ჩაწერილა დასამშვიდებლად, არამედ დასაპირისპირებლად. რათა გვაიძულოს ჩავხედოთ იმ სიბნელეს, რომელიც ადამიანის გულში არსებობს და ამავდროულად იმ სინათლეს, რომელსაც ვერცერთი სიბნელე ვერ აქრობს. ღამე ლოტის გამოქვაბულში რეალური იყო. ცოდვა რეალური იყო. შედეგები რეალური იყო. მაგრამ გამოსყიდვაც რეალურია. და ის კვლავ ხელმისაწვდომია თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, ნებისმიერი ისტორიისთვის, რომელიც ზედმეტად დაკარგული ჩანს აღსადგენად. 3000 წლის შემდეგ გამოქვაბული ცარიელია. მაგრამ ღმერთი, რომელმაც ნახა ყველაფერი, რაც